პირველ რიგში მცირე კორექტივის შეტანა მინდა სტატისტიკურ მონაცემებში. თქვენ როგორც თქვით, სახალხო დამცველის ანგარიშში იყო მითითებული იმასთან დაკავშირებით, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და იყო მითითებული შესაბამისი მონაცემები. უკვე თებერვლის მონაცემებით, 2025 წლის თებერვლის მონაცემებით, ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც იღებენ საარსებო შემწეობას და რომლებიც არიან დარეგისტრირებული სოციალურ დაცვალთა ბაზაში კიდევ უფრო მეტია. ანუ 377,000-ზე მეტი ბავშვი არის რეგისტრირებული სოციალურ დაცვალთა ბაზაში 2025 წლის თებერვლის მონაცემებით და 274,000 ბავშვზე მეტი იღებს საარსებო შემწეობას. ეს არის საქართველოში ბავშვების რაოდენობის პრაქტიკულად მესამედი, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველი მესამე ბავშვი იღებს საარსებო შემწეობას. რეალურად რა არის განმაპირობებელი ფაქტორი ამისი, რა თქმა უნდა, არის არაეფექტიანი პოლიტიკები და ამაზე საუბრისას ძალიან შორს წავალთ, იმიტომ რომ მთელი რიგი სისტემური ბარიერები და მთელი რიგი ჩავარდნები სახელმწიფო პოლიტიკაში იწვევს ოჯახების, მათ შორის ბავშვიანი ოჯახების სიღარიბეს და სოციალურ მოწყვლადობას. მათ შორის, რა თქმა უნდა, ეს არის სოციალური დაცვის სისტემის არაეფექტიანობა და ის ფაქტი, რომ არსებული სერვისები, სოციალური დაცვის სერვისები, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ მუნიციპალურ დონეზე არსებული სერვისები, ვერ პასუხობს ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებს და მათ ინდივიდუალურ გამოწვევებს, რის გამოც ეს ბავშვები და ბავშვიანი ოჯახები სულ უფრო მეტი ადამიანი, მოკლედ ასე რომ ვთქვათ, ხდება სოციალურად დაუცველი და ხდება მინიმალურ სახელმწიფოს მინიმალურ გასაცემელზე დამოკიდებული. ასევე, რა თქმა უნდა, არის პრობლემა ისიც, რომ თუნდაც განათლების და საქმების მიმართულებით არ ხდება ამ ოჯახების საჭიროებების გათვალისწინება, მათ შორის გენდერული თანასწორობის ნაწილშიც რო აღვნიშნოთ ხომ, ანუ ქალები, რომლებსაც აქვთ ზრუნვის ვალდებულება და ზრუნვის ტვირთი, ბავშვებზე ზრუნვის ტვირთი ვერ საქმდებიან და ვერ ეხმარებიან, ასე რომ ვთქვათ, ოჯახს იმისთვის, რომ წინ წავიდნენ ეკონომიკურად და ესე ძალიან სერიოზული სისტემური ბარიერი არის. რა თქმა უნდა, არის ასევე მნიშვნელოვანი პრობლემა, მათ შორის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ნაწილშიც ძალიან ბევრი ბავშვი, ასობით ბავშვი ფაქტობრივად არასათანადო საცხოვრებელში ცხოვრობს. სამწუხაროდ, ზუსტი მონაცემები და ზუსტი სტატისტიკური მაჩვენებლები ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ სოციალურ საცხოვრისებში, რომელიც საცხოვრებლად პრაქტიკულად გამოუყენებელია. ჩვენ ვხედავთ ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ თავიანთ ოჯახებთან ერთად, რა თქმა უნდა, თვითნებურად არიან შესულები სხვა სახელმწიფო თუ კერძო საკუთრებაში თვითდახმარების მიზნით. ჩვენ ვხედავთ ბავშვებს, რომლებიც გამოსახლების წინაშე დგანან და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი ფაქტორი და ძალიან ბევრი ფორმა არსებობს, ასე რომ ვთქვათ, სიღარიბის და სოციალურად დაუცველობის. რაც მთავარია არის ის, რომ ჩვენ უკანასკნელ პერიოდებში ვხედავთ იმას, რომ სიღარიბე არ არის მხოლოდ შემოსავლების არ ქონა და სახელმწიფო გასაცემელზე დამოკიდებულება, ხო? სიღარიბეს აქვს თავისი ძალიან ბევრი უარყოფითი მაჩვენებელი, თავისი ძალიან ბევრი უარყოფითი ზეგავლენა შეუძლია ეფექტი შეიძლება მოახდინოს ბავშვებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ სიღარიბის გამო არაერთი ბავშვი სიცოცხლე დაიღუპა, არაერთი ბავშვი და ჩვენ ნახეთ ოცნების ქალაქში მომხდარი საზარელი ტრაგედია, რომელიც მათ შორის უსაფრთხოების წესების დაცვასთან ერთად სახელმწიფოს არაეფექტიანი სოციალური და საცხოვრისის პოლიტიკის შედეგი იყო. ჩვენ ვხედავთ ასევე იმას, რომ ბავშვები სიღარიბის გამო ვერ იღებენ სათანადო განათლებას, ვერ იღებენ ჯანდაცვის სერვისებს, არ მიუწვდომათ ხელი სათანადო საკვებზე და ასე შემდეგ. ერთია სტატისტიკა და ოფიციალური მონაცემები, მაგრამ მეორე და არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანია ალბათ, როგორ ხდება მათი აღრიცხვა, როგორ ახდენს სახელმწიფო მათ იდენტიფიცირებას, როგორია აი ეს მექანიზმი, რომ ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს. კი ბატონო, ჩვენ როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ 274,000-ზე მეტი ბავშვი არის სოციალურად დაუცველი და ეს არის ფაქტობრივად ისტორიული მაქსიმუმი და მთლიანად 2025 წლის მონაცემებით დაახლოებით 700,000-მდე ადამიანი არის საქართველოში სოციალურად დაუცველი, რაც არის 19%-მდე საქართველოს მოსახლეობის და არის კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელი. ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამ სტატისტიკის მიღმა არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ სიღარიბეში, რომლებიც სახელმწიფოსგან ითხოვენ მინიმალურ
დახმარებას, ან ვერ ითხოვენ ცალკეული ბარიერების გამო, მაგრამ რჩებიან ამ სისტემის მიღმა. ის სისტემა, რომელიც გამოიყენება ზოგადად აღრიცხვის ნაწილში, იმისთვის რომ ჩათვალონ, რომელი ოჯახი იქნება სოციალურად აუცილებელი და რომელი არა, არის საკმაოდ რთული, არის კომპიუტერიზებული სისტემა, რომელიც სხვადასხვა მონაცემების საფუძველზე ადგენს შემდგომ ოჯახების შესაბამის ქულას. კერძოდ, აი ძალიან მოკლედ რო აღწეროთ, სოციალური აგენტი მიდის ოჯახში, რომელმაც უკვე მიმართა სახელმწიფოს იმისთვის, რომ შეეფასებინა და შესაბამისი ქულა მიანჭოს. მთელი რიგი მონაცემების, მათ შორის ოჯახის სულადობის, შემადგენლობის, თქვათ იგივე ასაკობრივი მაჩვენებლების, თუნდაც ქონების არსებობის, შემოსავლის არსებობის, პარკეტის არსებობისაც კი, ასევე თუნდაც გადასახადების კომუნალური გადასახადების ოდენობის და ასე შემდეგ, ასე რომ ვთქვათ, მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ერთიანი ინფორმაციას აგროვებს, შეყავს შემდგომ კომპიუტერში და კომპიუტერი აგენერირებს შესაბამის ქულას. სხვა კვლევები, მათ შორის გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევები, მიუთითებს იმაზე, რომ ამ ფორმულას თავისი მეთოდოლოგიის გათვალისწინებით აქვს ძალიან ბევრი ხარვეზი. შესაბამისად, იგი ვერ ხედავს სიღარიბეში არსებყოფ ყველა მოსახლეობას და ყველა ოჯახს. შესაბამისად, ამის მიღმა, სისტემის მიღმა რჩებიან ბავშვიანი ოჯახების მნიშვნელოვანი ნაწილი. ზოგიერთი მათგანი კი საერთოდ არ მიმართავს სახელმწიფოს შეფასებისა და შესაბამისი ქულის მინიჭებისთვის. და შესაბამისად ისინი არ არიან ამ სტატისტიკის ნაწილი. და ეს არის დაახლოებით ღარიბი ბავშვიანი ოჯახების დაახლოებით მე-13, როგორც რამდენიმე წლის წინ UNICEF-ის კვლევამ გვითხრა. რაც რა თქმა უნდა მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს მონაცემი, რაც ოფიციალურად არის გამოქვეყნებული, არის გაცილებით უფრო მეტი და გაცილებით უფრო მეტი ბავშვი და ბავშვიანი ოჯახი არის არასათანადო სოციალური დაუცველობის და სიღარიბის ასე რომ ვთქვათ, სიღარიბეში უწევთ ამ ადამიანებს ცხოვრება. დიახ. თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ ქვეყანაში არსებული სოციალური პროგრამები ვერ უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების საჭიროებებს. ხო, და აი ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა, რას აკეთებს და რას ვერ აკეთებს. უფრო კონკრეტულად სახელმწიფო იმისათვის, რომ მოგვარდეს ეს პრობლემები. ნამდვილად, როდესაც ჩვენ საუბრობთ არსებულ სოციალურ პროგრამებზე, ისინი ვერ უზრუნველყოფს მათი შინაარსი ვერ უზრუნველყოფს მათ ბავშვიანი ოჯახების მდგრად და გრძელვადიან მხარდაჭერას. როდესაც ჩვენ საუბრობთ პირველ რიგში სოციალურ დახმარებაზე, ჩვენ უნდა ვნახოთ, რა ტიპის დახმარება არის გათვალისწინებული საარსებო შემწეობით, ხო? ეს არის 200 ლარი ბავშვებისთვის ყოველთვიურად ბავშვებისთვის 16 წლამდე და ეს არის 30-დან 60 ლარი თვეში გააჩნია ქულას, რა ქულას მიიღებს ოჯახი 16 წელს ზემოთ, ანუ ბავშვებიც 16 და 18 წლამდე 30 და 60 ლარს ღებულობენ. რაც რა თქმა უნდა, ეხლა როცა ჩვენ შევხედავთ არსებულ მდგომარეობას, ფასებს, ძალიან ბევრ საჭიროებებს, ხო, რაც ბავშვებს აქვთ, სრულიად არაადეკვატურია და საარსებო მინიმუმსაც კი, რომელიც ასევე არაადეკვატური არის ქვეყანაში, მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეს ოდენობები. მეორე მხრივ, როცა ჩვენ ვხედავთ იგივე მუნიციპალურ სერვისებს, რა თქმა უნდა, მუნიციპალური სერვისები ერთმანეთისგან განსხვავდება, სხვა გეოგრაფიული მუნიციპალიტეტების მიხედვით, თუმცა ერთი რამ აერთიანებთ. ძირითად შემთხვევებში დახმარება არის ერთჯერადი. როდესაც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახს ერთჯერად დახმარებას გაუწევ მაგალითად, რა ვიცი, 100 ლარის ოდენობით ან 200 ლარის ოდენობით. ეს რამდენად იქნება საკმარისი ამ ადამიანების რეალურად დასახმარებლად და ამ ადამიანების გასაძლიერებლად. მაშინ როცა ჩვენ ვხედავთ იმას, რომ გვაქვს ძალიან სერიოზული საჭიროებები ბავშვებს ელემენტარულად საკვებზე არ მიუწვდებათ ხელი, არ მიუწვდებათ სათანადო საცხოვრებელზე და ამ დროს სახელმწიფო ამბობს, რომ აი ეს ერთჯერადი დახმარება შესაძლებელია იყოს ადეკვატური პასუხი. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ადეკვატური პასუხი. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ის სისტემა, რამაც უნდა გააძლიეროს, ხო, უნდა იყოს ბავშვების საჭიროებებზე ორიენტირებული. როგორ უნდა იყოს საჭიროებებზე ორიენტირებული, ხო? პირველ რიგში, რა თქმა უნდა ჩატარდეს შესაბამისი მოკვლევა. მხოლოდ ეს სტატისტიკური მონაცემები, რაც ჩვენ ისაც გვაქვს, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დადგინდეს რეალურად რა კონკრეტული საჭიროებები აქვთ ამა თუ იმ ოჯახს. ამ კვლევების განხორციელება, რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ, საერთაშორისო ორგანიზაციებიც, თუმცა მთავარი სისტემური პასუხისმგებელი ამ ნაწილზე არის სახელმწიფო. ამ კვლევების საფუძველზე დაყრდნობით შესაძლებელი იქნებოდა მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში
ძალიან დიდი როლი აქვთ სოციალურ მუშაკებსაც. და სოციალურ მუშაკებზე მინდა და ზუსტად ამას ვაშეკეთო, იმიტომ რომ ხვდებით და გვესმის რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა ამ პროცესში, მაგრამ სოციალური მუშაკები მათ შორის საუბრობენ იმაზე, რომ მათი შრომითი უფლებებიც ირღვევა ყველა სიკეთესთან ერთად და შესაბამისად შეუძლებელი ხდება ახლა სხვაზე აიღო პასუხისმგებლობა, მაშინ როცა შენ თავად გაქვს დასაცავი შენივე უფლება და აი რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე არიან ისინი ამ პროცესში, რამდენად საკმარისია მათი რაოდენობა მათ შორის? რაოდენობა ნამდვილად არ არის საკმარისი. რა თქმა უნდა, არსებობენ სოციალური მუშაკები როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, თუმცა არაერთი ესეთი ბოლო სისტემური კვლევა სამწუხაროდ ჩვენ ამ მიმართულებით არ გქონია, თუმცა რასაც სოციალური მუშაკები ამბობენ, არის ის, რომ მათი რაოდენობა არ არის საკმარისი, ისინი ვერ უმკლავდებიან სიღრმისეულად, ვერ ახდენენ საქმის მენეჯმენტს, როდესაც შენ არ გაქვს შესაძლებლობა, რომ ფიზიკურად იმუშაო საქმეზე, ვერ შეძლებ რეალური შედეგი დადო და ეს გამოდის ის, რომ თითქოს ფორმალური საქმეები გაქვს, რომლის გადაჭრილსაც ვერ ახერხებ რეალურად, ხომ? მაშინ რა დანიშნულება აქვს სოციალურ მუშაობას, თუ არა ის, რომ სიღრმისეულად შეისწავლოს საქმე და იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ცოტა არის მათი რაოდენობა და საბოლოო ჯამში საქმეების რაოდენობა არის ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი ბავშვი არის სოციალური საფრთხის წინაშე, ძალიან ბევრი ბავშვი არამხოლოდ სიღარიბეში ცხოვრობს, არამედ აქვს სხვადასხვა ტიპის სოციალური დანაკლისი, ბავშვების უფლებები ირღვევა იგივე ძალადობის ნაწილში, იგივე სხვადასხვა განათლების ბასთან წვდომის, ჯანდაცვასთან წვდომის და ასე შემდეგ ნაწილში და ეს იმას გულისხმობს, რომ თითოეულ ოჯახთან უნდა იყოს სიღრმისეული მუშაობა. მეორე ამბავი არის ის, რაც დიდი ბარიერი აქვთ ხო სოციალურ მუშაკებს, არის ის, რომ თვითონ მუშაობენ, მაგრამ სერვისი არ არსებობს, სადაც გადაამისამართებენ. ფაქტობრივად ისე გამოდის, რომ შესაძლებელია ვთქვათ, მივიდეს, შეისწავლოს, სიღრმისეულად იმუშაოს კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ როდესაც შემხვედრი სერვისი არ გაქვს, როგორ უნდა დაეხმარო? ანუ ფაქტობრივად შეიძლება იმუშაოს შიშველი ხელით და შედეგი ვერ დადო, იმიტომ რომ ფიზიკურად არ არსებობს მექანიზმები, რომელიც რაღაც კონკრეტულ საკითხში დაეხმარებოდა კონკრეტულ ოჯახს. და რა თქმა უნდა, არის უკანასკნელ პერიოდებში განსაკუთრებით მათი გათავისუფლების, სამსახურიდან წასვლის, ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის პირობებში მათი გათავისუფლების შემთხვევებიც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და არის ინფორმაცია გამოქვეყნებული ამის შესახებ, რაც კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია, იმიტომ რომ როდესაც ქვეყანაში ისედაც კრიტიკულად მწირი ოდენობა ყავს სოციალური მუშაკების, მათი კიდევ გათავისუფლება ან იქამდე მიყვანა, რომ სამსახური თავისი სურვილით დატოვონ, არის აბსოლუტურად უშვებელი და მიუღებელი. თუმცა ეს არის ის მწარე რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ და არ ვიცით რა იქნება ხვალ.